ცივა ხალხო. მე როგორი ღმერთო ჩვენ იცით როგორ ცივა. დავედით თელოში. მოგზაურობაში ვარ. კარგია. დასვენების დროსაც საქმე რო გამოგდის. ეს მშვენიერი. ვართ ცივა. სასწრაფოდ მანქანაში. შეიძლება გადავიდე. ჩემ შულს დავედით ახლა. გადავიდე პირველი მეორე გაჩერება. ფოტოსი ვიყიდეთ. მეორე გაჩერება. ორი ნაბიჯი. მეტა საიდან შემიძლია დავიწყოთ რამ. მიყოდებული აქვს ტელეფონი მედია. აქ გამოვივარდებით. 140 ლარის მაგივრად, 140 გაათის მაგივრად 140 ლარად მოგცემთ. ეს პარტიდან ამოვიდა და შვიდობაში ნაგვისთვის გამოვიდგე. Помидоры, башлатама, китри, рехани, цицака, და წითელი წიწაკა. ეს იყო 10 ლარის ზუსტად. ბაშლატამა გინდა? გარეგარი ქონდა თავისი. გაგირეცხავდა რა. ისეთი ტკბილი იყო 10 ლარის ავიღე ტკბილეს დავრეცხავ ახლა ყველა. რა თქმა უნდა ჩემი საყვარელი ზოდიაქო, მეორე დედა ჩემი შვილების, მე ფულის მშოვნელი, ის მჭამელი. ზოდიაქოს შემოაქვთ შირაქის, მე ესეთი ყველი თბილისში არ მინახავს. 18 ლარი და 17 თეთრის იყო. ერთი ბლინი, ორი ზოდიაქოა. ფინკალი ერთი, ფინკალი ორი, 10 ცალი აქვს დაბინძურებული. კილო პილმენი, ორი პილმენი, ორი ხინკალი და ორი ბლინი იყო 98 ლარის. მეგრან გააძირეს საკმაოდ მეტად. Hello? Gabriele, hagamos la guindare. Sorry, some English isn't sure. Kinda iki bilim işareti var. Yapmayı kinda. Varken yapalım bu şey. Şimdi daha güzel bir moment. Tu şekilde ra roya Friday man çağırtı. Ne sanırım? Moment dediko. Aya programa ne yapsam gerek. Tamam söyle. Xovar ვიცით სახშიაო. ეს არ მოვიწყდება. დედა სათვალე რამდენი ვეძებე დედიკო აქ დამიდია კომპიუტერის გვერდზე. ნიკოს საყვარელი ყბილეული. მადლობა. ეს რაღაც ახალი ვიპოვეთ და უნდა დავაგემოვნოთ. ვეღარ მივდექ Carrefour-ს. აქ აქვთ ყავების მაღაზია Carrefour-ში, სადაც უფრო იაფიღებს, რა თქმა უნდა, ნალექიანი ყავა, მაგრამ ასე მომიწია. ჩოკოპაი. კულებზე ფასდათმობით.
პური, შაქარი, წვენი, ძალიან ბევრი ტკბილი გვეყიდია, კევი, აბილი. ახალი ჩიპსი შემოვიდეო და რა თქმა უნდა დავაგემოვნოთ. ძალიან რო გჭირდა გასულ. ორნაბიჯი გადავიხადეთ 133 ლარი. 20 ლარი გადავიხადე ბაზრის რაღაცეებში და 128 გადავიხადე ყველიანად თუ 113 თუ 118 ზოდიაქოს მაღაზიაში და ნიკორაში გადავიხადე 37 ლარი. არ დავთვალე, მე მგონის ბენზინის ფული დამხდა და 140 ლარი ბოტასში. ყვილის პასტა. ახრიოკებულ სახში მოვედი. კიდე ძალიან ბევრი ტკბილეული და ყველის соуსი. კარდონი. ვერმიშელი. მაკარონი. შოკოლადის კარაქი. ზემ. ხელი მტკივა. დუბლიკი. არაჟანი. ყავა. კეჩუპი. კარაქი. საპონი. ეს შეგიძლია იტანო ტუალეტში. ციცებურა. ხო, თუ შეგიძლია. ბასმატის ბრინჯი. საპონი. ყიდი ორივე შულს. სასწრაფო წესით გაყიდვაში დააწყრელა, ხო არ იცით თქვენ რა ხდებოდა. მე მოგიყვებით. დილა მშვიდობის 2:20 წუთია. ჩამოვედი თბილისში. მოვrჩი ხეხვარეცხოს თელავში. დავაბინავე ბიჭები, დავუტოვე. ყველაფერი, მაგრამ ხალხო არ ვიცი. მე მასე არ მოვტრიალებო ვარ, მაგ სახლში კი ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ რახან დავითი დიდი ბიჭია და ჭირდება მისი ტერიტორია, რაგან ოთხკუთხედი თავი მიჩანს რაღა უქნა. არ ვეჭრები ხოლმე ესე პირად სივრცეში. მე როცა ნიკუშა არის იქ, მე უკვე ძალიან თავისუფლად ჩავდივარ ხოლმე და ესე იგი არ ვიცი, ლამინატი აქვს დაგებული პირდაპირ ვფიქრობ იმაზე რა ქვია, წიაშკაზე, ცემენტზე. ანუ ხომ პილასოს წავიღე, ხო მოვაპილასოსე. ხო გავიარე ყურებზე, მოვხვეტე, მოვწმინდე, მოვხეხე ყველაფერი და ეხა საღამოს ყველოვანი ავით სახლს ხომ? მე შემოვედი ჩემს დაკეტილ სახლში, სადაც ცელოფანი და რაღაც გამძვრა და მხოლოდ ისკდი, ანუ მწვარი არ არის. ვერ გეტყვით რა მომაქვს და დავიბარე რომ მეორე ჩამოსვლაზე გადაბარგებულები დამხვდით თქო ნორმალურ სახლში მე დავამატებ იმ განსხვავებას და ეს მტვერი არ იყოს თქო ვერც ვთავსდებით ამ ძალიან ვიწრო სამზარეულო აყავის აპარატი მაცივარზე მიდევს არც ერთი ქვაბი კონტეინერი არ მეტევა მოკლედ სასტიკად არ მომეწონა ეს 3 დღე თქვენმე დიდ მადლობას მოგახსენებთ ყველას თვითოული თბილისი ტყვისთვის ჩემი დაბადების დღის მოლოცივსთვის, ჩემი სიხარულის, მე ხოლმე სიგიჟემ და მეყვარს ჩემი დაბადება და გაზიარებისთვის, ამდენი თბილის სურვილებისთვის, ამდენი კეთილდამოკიდებულებისთვის და თათიას უღრმესი მადლობა. თათია არის ერთ-ერთი ის გოგონა, რომელიც ნიკას ოპერაციაზე ემიგრანტი ოპერაციის დროს დამიდგა გვერდით ერთ-ერთი მარტო თათია არ ყოფილა მაშინ. და ეხლა დაბადების დღეზე საჩუქერს გავამიგზავნა და რაც გინდა იყიდო და რას ვიყიდე მე ხომ ატრაკვეცა ვარ ის რომ არ მოკლებოდა ამ თანხას რაც დაისონის ფენი ვნახე გავიგე მინდოდა რა გავაკეთო ძალიან მინდოდა რა
და რახან იმის თავი არ მქონდა და არ მაქვს რომ ვიყიდო ნამდვილი მაგის განვადებას ნამდვილად არ გავაკეთებ და მასე ვერ დავწვირთავ ჩემ თავს რომ მქონდეს ვიყიდე კარგი რეპლიკა რომელიც წეს დღეს უნდა მომიტანონ თუ მომიტანენ მადლობა თათია შენ ამ ჩემი ესეთი ძალიან დიდხნიანი სურვილის ასრულებისთვის უღრმეს მადლობას გიხდი და არც ერთი თეთრი არ მოვაკელე პირდაპირ ესე გადავრიცხე და კორიერი რომ მოიტანს იმ ემოციასაც გაჩვენებ რაც შენმა საჩუქარმა მოიტანა. კაი, ახლა იქ ხო ვიყიდე და ვიყიდე. ხალხო არ ვიცი, სად მდიდარი ვარ მგონი, მაგრამ უკაპიკოდ ჩამოვედი კრედიტის ბარათს გადავედი უკვე. ვერ ვავსებ, ვერ ვასრულებ, ანუ შეიძლება რომ პროდუქტის ყიდვაზე ვიყო, არ ვიცი. მაგნიტს ქონდა ადეკვატურ ფასად, ანუ 12 და 99 13 ლარი ღერს კილო. ძალიან მიყვარს, ძალიან მიყვარს და გადავწყვიტე რომ ვიმსახურებ 6 და 52 თეთრს 3 დღეში. მთელი ლაგოდეხის დასვენების ენერგია ჩავდე თელავში, ისეთი გავხეხე და ისეთი ზამთარი გავრეცხე, ჩავალაგენო, ყველაფერი ვქენი რაც მევალება და არ მევალება და ძალიან კმაყოფილი წამოვედი. და რო დავინახე რომ ასეთი ნორმალური ფასი აქ ნეტა სულ შემოიტანოს და არც ერთი გაფუჭებული არ იყო, ძირს ვუყურებ ხოლმე მე. ძალიან დიდი ხანია სააფთიაქო ქსელის გარდა არსად მიყიდია შამპუნი და ძალიან დამეზარა. გადავსულიყავი, ვიცი რომ პარაბენები აქვს, ვიცი რომ ცუდია, მაგრამ რა უჭირს ცოტა ხანი ეკონომია გავაკეთოთ, იმიტომ რომ დაახლოებით 30 ლარი ღირს ხოლმე სააფთიაქოში ფასდათმობით ნორმალური შამპუნი. ეს 7 ლარი ღირდა. ძალიან გახეხეშებული და მყარი ავოკადო 2 და რაღაცა. ეს ჩავაგდე უბრალოდ. თინუსი. ეს მომწონდა სულ. 4 ლარი ღირდა, მე მგონი. ხელს რო რეცხავ ხოლმე, სულ მეყრება რაღაცებს, შვენივრად გადავწულა. ეს არ დამოვიწყდა. ლაშლაკამა 4 და 95 ღირდა და ნეტა თელავიდან წამომეღო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ფაქტი ხდება. თელავის ბაზარში შევიძინე კახური ზეთი. კარტფორს ქონდა ფასდათმობა და ვერაუარე გვერდი 49 ლარის ნაცვლად 29 თუ 27 მოკლედ. კინძი რეჰანი წიწაკა და შემსაყარელი ლიმონი. ძალით რო ვჭამის რაღაცა. სულზარიჭა. პომიდორი. აჯბსანდალი მინდა. ბადრიჯანი. ეკრე. ეთცელნერი. ხახვი. ბულგარული. ხოხტებით ახლა მე როგორ ვარ. და 2 ცალი იფქლის პური, რომელიც არ გამიხსნიდა სამეს დავჭრი გავხსნა. წავედი ახლა მე სასტიკატებში მივირთვა და დავისვენო, თორე ბოლი გამდის და შემდეგი მაქვს მანქანის მოწესრიგება, გარეცხვა და ტეკ დათვალიერების გავლა. დროებით მეყარხართ და მადლობა.